ვფიქრობ სტილის წინ თქვენზე, ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. ეხლა რასი თქმა მინდა, მე ძალიან ბევრი დასტა მაქვს, მაგრამ სულამით ვწერ ვიდეოებს, რადგან ამაზე უკეთ ვერცეთი ვერ იძლევა ინფორმაციას. ეს მათ გასაგონად, ვინც მიწერთ სხვა დასტა არ გაქვსო? ბევრი მაქვს. მე უკეთ ვიცი, რომელია ყველაზე უკეთესი. რაც შეეხება ახლა თვითონ თემას, ვინ ფიქრობს თქვენზე. სახელებს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ სიტუაცია აქ არის შემდეგში. ის გაფასებთ თქვენ. შეიძლება თქვენ ცივსისხლიანი გგონიათ მისი პიროვნება, მაგრამ როგორ გაფასებთ, რომ იცოდეთ, იამაყებდით საკუთარი თავით. არ მიგვეს თქვენი სკეპტიკურობა მისადმი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან თავშეკავებული, სერიოზული, სიტყვაძონწი, მომთმენი, მკაცრი, რაციონალური ბუნების ადამიანია და არ არის მარტივი მისი ტიტანური ხასიათის გამოცნობა. მაგრამ ფაქტია უდიდეს შთაბეჭდილებებშია თქვენს მიმართ. ეს ის ადამიანია, ვისთანაც ურთიერთობა არ გამოვიდა ჯამში. მისი უსაზღვრო ამბიციების გამო და რას ვგულისხმობ ამაში. როცა ხელის გულზე ბრილიანტი უდევს, მაგრამ მაინც კიდევ რაღაც უკეთეს ელოდება და ეძებს. ასეთებზე ამბობენ უკეთესის ძიებაში საუკეთესოს კარგავენო. აი ეგ მომენტია აქაც, სხვა კი არაფერი. სანამ მას ჰქონდა თქვენთან ყოფნის ფუფუნება, თითქოს მაინც არ იყავით საკმარისი. შეიძლება ხშირად გიფიქრიათ კიდეც, რომ რაიმე ხომ არ დააკელით, ან თქვენ ხომ არ გჭით რაიმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. მასშია პრობლემა, რასაც ვფიქრობ თქვენც ჩაწვდით უკვე. ეს ადამიანი ხშირად ფიქრობს თქვენზე ძილის წინ, რადგან მისი ყოველი წუთი, წამი, დღე საკმაოდ დატვირთული და დაკავებულია. თუმცა სად გავექცევით ღამეს? ვერც ვერსად. ზუსტად ძილის წინ მოდის ჩვენთან ცხოვრებისეული ფიქრები, რაშიც ეს თქვენი ყოფილიც არის გახვეული. სინანული აქვს თქვენდამი. ხშირად გითვალთვალებთ კიდეც, აინტერესებს როგორ აგრძელებთ ცხოვრებას. ღირსეულ ადამიანად მიაჩნი ხართ. ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცვიერება, აი ეს არის მისი ყველაზე დიდი სათქმელი თქვენზე. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 673 53 გთხოვთ, ნუ მირეკავთ, უბრალოდ მომწერეთ და გიპასუხებთ.